წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ჩემს აკადემიურ მოსწრებაზე და ალბათ იფიქრეთ, რომ დისციპლინა იყო ის უმთავრესი მიზეზი, რამაც ეს ცვლილება შესაძლებელი გახადა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ ცვლილებას გაცილებით უფრო სიღრმისეული მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ 18 წლის რომ ვიყავი, უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე ორი კრიტერიუმით. პირველი იყო ის, რომ უნივერსიტეტის კამპუსი მომეწონა და მეორე იყო ის, რომ მათემატიკა გამომდიოდა სკოლაში კარგად და ვიფიქრე, რომ ხო ალბათ რა ვიცი, ბიზნესზე მათემატიკა გამომადგება მეთქი. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ძალიან მტკიცედ მჯეროდა, რომ ვიყავი ზარმაცი. თან სკოლის პერიოდში მეტნაკლებად მარტივად გამომდიოდა ყველაფერი და დისციპლინის გამომუშავება პრიორიტეტში დიდად არასდროს არ ჩამიყენებია. ძალიან კომფორტულად მქონდა მორგებული ეს ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის როლი. აი ამ ყველაფრის კომბინაციამ ჩემს ტვინში ჩამოაყალიბა რწმენა, რომელიც წლების განმავლობაში ხელს მიშლიდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა მქონოდა. ამ რწმენის მამოძრავებელი ძალა იყო შიში, იმისა, რომ თუ კი რაიმეში ჩავდებდი მთელს ჩემს ძალისხმევას და არ გამომივიდოდა, საკუთარ თავთან დავკარგავდი აი ამ ნიჭიერი სტატუსს და მარტო ალბათ ზარმაცი დამრჩებოდა. და ჩემმა ტვინმა გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისგან დავეცავი, იმითი, რომ არაფერში არ ჩამედო ძალისხმევა. და მექანიზმი, რომელსაც ტვინი იყენებს იმისთვის, რომ აი ეს ყველაფერი სისრულეში მოიყვანოს, არის სიზარმაცე. სიზარმაცე არ არის თვისება. სიზარმაცე არის უბრალო სიმპტომი აი ამ ქვეცნობიერული, ჩემ შემთხვევაში წარუმატებლობის შიშის. პრობლემა გასაგებია, მაგრამ უფრო გაცილებით საინტერესო არის, როგორ გადავლახე ეს დაბრკოლება. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დაახლოებით 4 წლის წინ დავიწყე ესე ალაგ-ალაგ მედიტაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მქონდა 8 თვის წინ, როცა მიზანმიმართულად გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი შინაგანად დამემუშავებინა და მედიტაციაც უფრო კონსისტენტური, ანუ ყოველდღიური გავხადე. აი ამ ძიების შედეგად მივედი ძალიან მარტივ და რაღაც მხრივ მოსაწყენ დასკვნამდეც კი, რომ სამყაროში ყველაფერი ემორჩილება მიზეზ შედეგობრიობას. რაშიც ენერგიას და ძალისხმევას ჩადებ, იმ სფეროში განვითარდები და გაიზრდები და ეს მიზეზ შედეგობრიობა არის გარდაუვალი. ან მესმის, რომ ძალიან ცხად რაღაცას ვიძახი და თითქოს ეს ყველაფერი ბუნებრივადაც ნათელია, მაგრამ მედიტაციის და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მივხვდი, რომ აი ამ კონცეფციის მხოლოდ სიტყვები და ინტელექტუალური აზრი მესმოდა და არა მისი არსი. უეცარი რეალიზაცია მეწვია და რა წამსაც ეს ყველაფერი გავიაზრე, ოღონდ მართლა გავიაზრე და დავიჯერე, გინდ დაიჯერეთ გინდა რა, ჩემი სიზარმაცე იმ წამს ვეგაქრა. იმ დღის მერე, რომელიც იყო 25 ოქტომბერი, მახსოვს კიდევაც, ნებისმიერ საქმეს ძალიან დიდი ბედნიერებით და ხალისით ვაკეთებ. იმასაც აღვნიშნავ, რომ ეს რადიკალური ცნობიერების ცვლილება შესაძლებელი გახადა იმ თითოეულმა მედიტაციამ და საკუთარი თავის დამუშავებამ, რაც იქამდე მქონდა გაკეთებული. იმედი მაქვს საგანახეთ, რომ სიზარმაცე არ არის პრობლემა, რომელსაც ნებისყოფით უნდა შევეჭიდოთ. უფრო გონივრული და გაცილებით უფრო მარტივი იქნება, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ, რის დაცვას ცდილობს ჩემი ტვინი, მაშინ, როდესაც სიზარმაცეს იარაღად იყენებს.